მეათე საუკუნის ტექსტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის გრიგოლ პართელის მიერ ქართლის მოქცევის ისტორია თვითონ ქართულ წყაროებშივე. მეათე საუკუნეში შეიქმნა ტექსტი, რომელიც ავტორიც არის არსენ საფარელი. მან დაწერა ესეთი წიგნი ისტორია განყოფისა ქართველთა და სომეხთა, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ეს ტექსტი მე-9 საუკუნეში შეიქმნა, თუმცა გამომცემელი თვითონ დამაჯერებლად ადასტურებს, რომ ეს არის მე-10 საუკუნის ტექსტი. თან ამას მხარს უჭერს ერთი გარემოება, რომ მე-10 საუკუნეში სომეხი ეპისკოპოსი უხტანესი წერს ესეთ ნაშრომს ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან. ან ეს ტექსტები არის, ეს ტექსტები განსაზღვრავენ ერთმანეთს. ახლა პირველი რომელი დაეწერა არსენ საფარელის თუ უხტანესის ეს ალბათ ვერ გავიგებთ, რა თქმა უნდა, მიკერძოებული აზრი ამის შესახებ სხვა არის, მაგრამ მეორე არის უშუალო დადასტურება, ხომ? იმიტომ რომ ეს ორივე ტექსტი ავლენენ როგორ ხასიათს, პასუხების ხასიათს, ერთმანეთის პასუხების ხასიათს, ერთმანეთის ინდივიდუალური ხასიათის გამოკვეთის ასპექტს და ეს ორი ტექსტი, ესე იგი არსენ საფარელის ისტორია განყოფისა ქართველთა და სომეხთა და უხტანესის თითქმის იგივე სათაურის ტექსტი და სხვათა შორის არსენ საფარელის ტექსტში შიგნით სათაურად არის ისტორია გამოყოფისა სომეხთა ქართველთაგან და უხტანესის ტექსტი პირიქით არის. ესეც ხაზს უსვამს კავკასიურ ურთიერთობებს, რელიგიურ და მეორე შემთხვევაში ხო აი რელიგიურ ურთიერთობებს და კიდევ იმას, რომ აი ეს დიატრიბა, რომელიც ქართველებს და სომხებს შორის არის, ლավ აქტუალური არის, რა თქმა უნდა და მოწყვლადი. არსენ საფარელი ისტორიას ასახავს, ხოლო უხტანესის ნაშრომი ძირითადად ეყრდნობა ეპისტოლეთა წიგნს და საინტერესო ისიც არის, რომ უხტანესი სომეხი ეპისკოპოსი ნამყოფი არის თბილისში და მოიძია სხვადასხვა სომხური წყაროებიც. ესეც კიდევ ძალიან კულტურულ სივრცეზეც კი მიუთითებს კავკასიაში აი ამ რელიგიური ცივილიზირებული ურთიერთობების მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება რა თქმა უნდა არსებობს, როგორც დაპირისპირება არსებობს აი თეოლოგიური ხასიათის და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიცოცხლის უნარიანი. რაც შეეხება გრიგოლ პართელის მიერ საქართველოს მოქცევის ვერსიას, არსენ საფარელი ტექსტში ამბობს, რომ თქვენ სომხებმა, რომლებმაც უარყვეთ გრიგოლ პართელის რწმენა, რომელმაც მოგვაქცია ჩვენ, ბევრისათვის არსებობს სხვა აზრი ამ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინტერპრეტაცია იმგვარი არის, რაგვარადაც მაგალითად ალექსანდრიელები სარგებლობდნენ ბიბლიური ეგზეგეტიკის დროს. მე ვახსენებ წინა ვიდეოებში რიფსიმეს მარტვილობის ტექსტი, რომელიც მე-9 საუკუნეში ითარგმნა აგათ ანგელოზის ნაციონალური ვერსიიდან, რომელიც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ უნდა ყოფილიყო გრიგოლ პართელის ცხოვრების ტექსტით ნათარგმნი. ხომ სხვაგვარად შევდაებნო, რიფსიმეს ცხოვრება ცალკე და ესე გრიგოლ პართელის ცხოვრება ცალკე უბრალოდ არ არსებობს, ისინი შერწყმული არის ერთმანეთში, როდესაც ერთი ითარგმნება, მეორე აუცილებლად მოსდევს და ამ ტექსტის მიხედვითაც ეს არსენ საფარელის თხზულებაზე მაქვს საუბარი, მიანიშნებს იმას, რომ გრიგოლის კულტი საქართველოში განვითარებული იყო. თან ამას წინ უძღოდა ის, რომ მე-7 საუკუნეა დვინის მეორე კრებამდე მე-7 საუკუნის ტექსტებში აისახა ეს და ამის მიღმა ვერ მივდივართ, მაგრამ მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში მაინც არ არის შესამჩნევი რელიგიური გაყოფა.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უეჭველი მონოფიზიტობა იყო ყველგან გავრცელებული, თუმცა რელიგიიდან ქრისტიანობის ისტორიკოსებს ავიწყდებათ ხოლმე ის, რომ ყოველი ერესი, განსაკუთრებით მონოფიზიტური ერესი, დაიწყო როგორც მართლმადიდებლობა და ნებისმიერი ერესი იყო მართლმადიდებლური და ამის გათვითცნობიერება ყოველთვის გვიან ხდებოდა, რომ ეს იყო ერესი და მონოფიზიტობას რაც დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოიცავს ხო საკუთარ თავში, ამის გათვითცნობიერება პერიფერიაში საკმაოდ რთული შესამჩნევი არის და უпроსტად რთული აღსაქმელი არის. მეორე შემთხვევაში თუ ის საკუთრივ ეს დიატრიბაც, რომელიც მოხდა ქართველებს და სომხებს შორის, კარგი მანიფესტაცია არის ცენტრიდან მოშორებული რეგიონში, თუ როგორ წარმოებს ეს დიატრიბა და ამის ასახვა და გააზრება, მაგრამ ამ შემთხვევაში წმინდა გრიგოლი მიიჩნევა კავკასიის გამაქრისტიანებლად, რასაც ადასტურებს აი ეს ტექსტი და საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფრაზებიც არის გამოთქმული ამ ტექსტში და ისიც საგულისხმო არის, რომ თუ არ ვცდები ერთი რედაქციით შემორჩა ეს ტექსტი, ანუ პოპულარული არ იყო საქართველოში ეს ტექსტი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მიუთითებდა იმას, რომ საქართველო ოდესღაც იყო გრიგოლ პართელის კულტის მაღიარებელი და ეს ასოცირდებოდა სომხურ მონოფიზიტობასთან, ხო? დღევანდელი გადასახედიდან ეს ცოტა რთული აღსაქმელიც არის და მიუღებელი შეიძლება იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ცხოველყოფილობა ქონდა, ხო, ამას და ესეც უნდა გავითვალისწინოთ შუა საუკუნეების რელიგიური მეხსიერების რეკონსტრუქციას რომ ვახდენთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ უკვე გრიგოლ პართელის კულტის არსებობა ერთის მხრივ გამორიცხავს მოქცევა ქართლისა ის აი იმ ვერსიას, რაც ნინოს შესახებ არსებობს, ასევე მირიანის შესახებ და ეს მეოთხე ვერსია შემოდის ანდრიას საუბარი ზენმეტი არის, ის არის ექვთიმე ათონელის ასე რომ ვთქვათ პროექტი და რაც შეეხება აი ამ გრიგოლ პართელის კულტს, თავისთავად გამორიცხავს ნინოს უпроსტად ნინოს კულტის იგნორირებას ახდენს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნინოს კულტი არ იყო ცნობილი. გარკვეულ სივრცეში და გარკვეულ ეპარქიაში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უარყოფილი, მაგრამ ეს დაგვანახა კლავჯუნ მრავალთავმა და შატბერდის მრავალთავმაც, რომ ერთ მოცემულობა შეიძლება ყოფილიყო უარყოფილი, ხოლო სხვა სივრცეში აღიარებული, ხომ? ესეც მიუთითებს შუა საუკუნეების სპეციფიკაზე და გრიგოლ პართელის კულტი კიდევ იმითიც ხდება მნიშვნელოვანი, რომ ის მხოლოდ კავკასიურ იდეას, ასე რომ ვთქვათ, არ მორჩილებს, ხო? არამედ ის ცნობილია ბიზანტიურ სივრცეში და აი ეფრემ მცირეს უпроსტად უფრო გვიან შემოყავს ნინოს იდეა აი ამ ძველი ორიგინალური ბერძნული წყაროდან, მაგრამ გრიგოლ პართელი ბიზანტიურ აზროვნებაში, რა თქმა უნდა, სომხურის განხრით შევიდა და ესე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ამ სივრცეში ჩვენც ვექცეოდით და მაგალითად, კარგი იქნებოდა ახლა შუშანიკის წამებაში იყოს ეს სასახული, მაგრამ იქ ავტორს სხვა რამეა გეგმაში. ფაქტია ის, რომ ქრისტიანობა არსებობს, მაგრამ გრიგოლ პართელის ქრისტიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხომ? რომელიც მიუთითებს აი ამ კულტის აქტივობაზე და მნიშვნელობაზე და მის ვერსიაზე ერთიანი კავკასიის, ასე რომ ვთქვათ, იდეის შესახებ. მადლობთ.